31 გოლით ბოლოზე ახლა სამგურალია 20-21-თან მათი და მიიყვანა გამარჯვებამდე ეს იყო შარშანდელი დომა და ჩაბრუნება ბურთის საჯარიმოში საბოლოოდ მოახერხა გაგრამ ბურთის შენარჩუნება ჯარიმაც დაფიქსირდა სამოვიდა პირველად ითამაშა საერთოდ ეს ათგუნდიანი ფორმატი განახლებული კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და შეეული გამტანი პლეიოფშიც ითამაშა საგოლე პასიც იყო მის აქტივში მაგრამ პლეიოფში გუნდმა ვერ მოახერხა ორი ასაკობრივი მაჩვენებლით მაგრამ მაინც ეს ზოგადად ძალიან კარგია. გაგრასალო ნორმალური და კარგი ასაკია, როცა გუნდის ფეხბურთელების საშუალო ასაკია და თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირდა გუნდს. მერე თელავმა ამოწია დაცვის ხაზი, სადამ აქ კი ჯადული იობაშვილი ბურთით. და შესაბამისად თელავი შეტევაში. თუმცა ჩოჩია, ოთარ გაგნიძე, გოგა გოგოლაძე, დუეგი მალა, ნიკა კაჭარავა საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფორვარდი, გიორგი რეხუიაშვილი გუნდში ყველგან 2023 წლის სეზონი ითამაშა, როცა ტორპედოს მაისურით 3 გოლი შეაგდო. ახლა ნიჭიერმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არის ჩარჩოში ზუსტად პარკინაშვილი სანტოს პორფირიო მადარეიშვილი როგორც ჯარიმა გაბიტაშვილი ჩაუშვა ბურთის საჯარიმოში გამოიტანა კვლავ ცინცაძემ ჩვენა ადგილი იმ სამტრედია მასში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩაგდება საჯარიმოში კიდევ ერთი დარტყმა და გოლი გაიტანა ორი საგოლე პასი წელს გოლი და საგოლე პასია თითო მის აქტივში აი ეს ის მომენტი ნადარეიშვილის შანსი ძლიერი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში ჩარჩოს სწორედ ხარიხას მოხვდა სტატისტიკურად ასეა რომ ეს კარში დარტყმა და არ ითვლება მე პირადად გონია ძალიან უცნაური წესია ზოგადად სოფლიო ფეხბურთად კინაღამ შეცდა მაგრამ აქ გეგეჭკორია და შემდეგ ნადარეიშვილი აკეთებს გრძელ დიაგონალურ გადაცემას მაშია უკვე პაუზა იყო უკან გააკეთა პასი დევდარიანი და ნადარეიშვილი პედრო ბორჯესი 4 გოლი თავისი გუნდის საუკეთესო მეგოლეა 3 გოლით ჯადული იობაშვილი თელაველთა მეგოლე ორში ათამაშები ფეხბურთელი რომლის შემოსვლაც რიგით მეხუთე ცვლილება იქნება თელავში ჩაწოდება დარტყმა კარი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში სადაც საგარეო გიორგი პაპუაშვილი ნომერი 8 პედრო ბორჯესი ნომერი 22 და გიორგი ხარება